რაც შეეხება ტურიზმის მდგომარეობას დღევანდელ დღეს, პირველში მინდა აღნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ უფრო დეტალურად ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე და ძალიან კარგია, რომ ამაზე ვაკეთებთ აქცენტს დღეს. საქართველოს ტურიზმის ასოციაცია დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ გაერთიანებას კერძო სექტორის და თავისთავად 300-მდე იურიდიული პირი ამაში გაწევრიანებული, რაც იმის, ასე ვთქვათ, საწინდარია, რომ წლიდან წლამდე ინტერესი ასოციაციას შემოუერთდეს კერძო სექტორის წარმომადგენლები იზრდება. ყოველწლიურად ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევძლოთ და დაუკავშირდეთ ჩვენს წევრებს, თითქმის ყოველთვიური კომუნიკაცია გვაქვს მათთან იმისთვის, რომ გავიგოთ ის ბიზნეს მოლოდინები, რომელიც სეზონის წინ აქვს ზოგადად კერძო სექტორის წარმომადგენლებს. შესაბამისად, ჩვენ როცა ვსაუბრობთ, თუ რა მაჩვენებლები გვაქვს ტურიზმში, როგორია განვლილი პერიოდი, ან რა პერსპექტივები გვაქვს მომავალში, სწორედ ასოციაციის ჭრილში მათზე დაყრდნობით ვაკეთებთ, ესე ვთქვათ, მონაცემების წარმოდგენას. გაზაფხულის პერიოდში ჩვენ ჩავიტარეთ მომდევნო, ესე ვთქვათ, მოკვლევა წევრებში მიმდინარე პროცესების და თავისთავად გამოიკვეთა საკმაოდ საინტერესო პროცესი მიმდინარე სეზონთან დაკავშირებით, რომ მარტის თვიდან უკვე აქტიურად იღებენ კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასე ვთქვათ, მოთხოვნას საერთაშორისო ბაზრებიდან და ზაფხულის პერიოდში უკვე აქტიურად ემზადებიან იმისთვის, რომ არსებული მოთხოვნა, ჯავშნები იყოს უკვე წარმატებით ჩატარებული. რაც შეეხება თვითონ მოლოდინებს, ბიზნესი ყოველთვის ცდილობს, რომ მაქსიმალურად დადებითად განეწყოს ყოველთვის, რადგანაც ეს არის მათი საქმიანობა და შემოსავლითი წილი ზუსტად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის განვითარებაზე, პირდაპირი წესით დაკავშირებულია კერძო სექტორის ძალიან დიდ წილთან და, ასე ვთქვათ, მაჩვენებლებთან. ტურიზმი ეს არის სწორედ სექტორის აქტიური მონაწილეობა პროდუქტების შეთავაზებებში და, რა თქმა უნდა, ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება, გულისხმობს სასტუმროებს, კვების ობიექტებს, ამის პირდაპირი საწინდარია. რაც შეეხება თვითონ რაოდენობაზე, როცა ვაკეთებთ აქცენტს, ასევე გასამახვილებელია ყურადღება ყოველწლიურად გაზრდილ მაჩვენებელზე. მთავარია ქვეყანაში იყოს მშვიდი და სტაბილური გარემო, ბიზნესი ყოველთვის გააკეთებს თავის გასაკეთებას და შესაბამისად ის დანახარჯები, რომელიც მათ აქვთ წლიდან წლამდე იმისთვის, რომ მოიზიდონ განსხვავებული ბაზრები, ახალი პარტნიორები ჩვენს ქვეყანაში, ეს უკვე უნდა იყოს გამართლებული. აუცილებლად მიგვაჩნია, რომ კერძო საჯარო, ესე ვთქვათ, თანამშრომლობა არის უპირობოდ მნიშვნელოვანი ამ პროცესში, რადგანაც მოგეხსენებათ, მარკეტინგულ წილში დიდი, ესე ვთქვათ, დანახარჯები კეთდება სახელმწიფოს მხრიდან. ძალიან კარგი და მისასალმებელია, რომ ამ პროცესში ჩართულია სექტორის წარმომადგენლებიც. ძალიან ბევრ საერთაშორისო გამოფენებში იღებს ბიზნესი მონაწილეობას სწორედ იმისთვის, რომ მათი ბიზნეს საქმიანობა იყოს წარმატებული და შესაბამისად ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდი იყოს ქვეყანაში, ნაკადების ხარისხობრივი წილის გავზარდოთ და, ესე ვთქვათ, მათი დანახარჯები იყოს ქვეყანაში შემოსავლიანი და სწორედ როცა კეთდება აქცენტი თუ რა რაოდენობის თანხები ხარჯება ქვეყანაში ტურიზმიდან, სწორედ ამაში არის სექტორის ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, წვლილი და ძალიან დიდი შრომა იდება ყველაფერ ამაში. თავისთავად ეხლა მიმდინარე პროცესები გახლავთ შემდეგი სეზონი აქტიურ ფაზაში შევა უკვე ივლისის, ფაქტურად შესულია და ივნისის, ასე ვთქვათ, შუა რიცხვებიდან უფრო აქტიური დატვირთულობა ექნება ნებისმიერი ბიზნესის მიმართულებას ტურიზმში, ეს არის სასტუმროები, კვების ობიექტები, ტურისტული კომპანიები. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ტურისტულ კომპანიებს უკვე ჯგუფური შეკვეთებიც აქვთ და, ესე ვთქვათ, ჯავშნები ძალიან აქტიური და, ესე ვთქვათ, მზარდია, რაც იმის საწინდარია,
მართალია რომ ზაფხული გვექნება ძალიან კარგი და წარმატებული. მაჩვენებლებს რაც შეეხება ძირითადი აქცენტი ყოველთვის კეთდება ზაფხულის და ზამთრის სეზონზე, როცა ჩვენ საუბრობთ, ასე ვთქვათ, შემოსავლის წილზე და ზაფხულის სეზონი წინ არის ჯერ კიდევ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს პერიოდი, რომ წარმატებით დავასრულოთ სეზონი და შესაბამისად წარმატებული, ასე ვთქვათ, და წარმატებული და შედეგიანი იყოს ბიზნესის, ასე ვთქვათ, მიღწევები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი აქტიურად მუშაობს, რომ შექმნას ახალი ტურისტული პროდუქტები, უფრო მეტი აქცენტი გააკეთოს, ასე ვთქვათ, არატრადიციულ მარშრუტებზე, არამედ უფრო მრავალფეროვანი იყოს შეთავაზებების ნაწილი, მაგალითად ახალი ტურისტული პროდუქტებზე, როცა ვსაუბრობთ, ძირითადად კეთდება აქცენტი ჩაერთოს ტურისტულ პაკეტში ახალი ობიექტები და თავისთავად საინტერესო იყოს უფრო მეტად განმეორებით, როცა შემოდის ქვეყანაში მომხმარებელი, მათთვის ახალი შეთავაზებები, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს კომბინირებული ტურების შეთავაზება, ეს განსაკუთრებით უკავშირდება კავკასიის რეგიონს და სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ამაში ძალიან, ესე ვთქვათ, აქტიურად თანამშრომლობითი წელია. ეხლა ინტერესი არის ასევე თურქეთის მხრიდან, რომ გამოყენებული იყოს კომბინირებული, ესე ვთქვათ, შეთავაზებები, რაც ასევე ძალიან საინტერესოა ნებისმიერი ევროპელი მომხმარებლისთვის. მოგეხსენებათ, ტურიზმში დღეს ძალიან, ესე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ევროპული ბაზრები და სახელმწიფოს მხრიდანაც სრულიად ახლა გამოცხადდა, რომ დაახლოებით 8 ქვეყანაში გაკეთდება, 8 ქვეყნის 32 ქალაქში გაკეთდება, ესე ვთქვათ, აქტიური მარკეტინგული კამპანიები, რაც თავისთავად იმის საწინდარია, რომ ესე ვთქვათ, ჩრდილო ევროპის, ინგლისის, ესე ვთქვათ, ტურისტები აქტიურად დაინტერესდებიან ჩვენი ქვეყნით. ეს არის სრულიად ახალი, ესე ვთქვათ, დანიშნულების, ტურისტული დანიშნულების ადგილი მათთვის და ამ ნაწილშიც უნდა გქონდეს ძალიან დაბალანსებული შეთავაზება, როგორც ქვეყანა თავისი, ესე ვთქვათ, ბუნებრივი კულტურული რესურსით იყოს დაბალანსებული სერვისის შეთავაზების ნაწილში და შევთავაზოთ ძალიან მაღალხარისხიანი მომსახურება ჩვენ სტუმრებს. თავისთავად ამაში აქტიურად ცდილობს კერძო სექტორი, რომ მათი ხარისხობრივი შეთავაზებები იყოს წლიდან წლამდე გაუმჯობესებული და ამაში ჩვენ ასოციაცია ძალიან აქტიურად ვეხმარებით მათ, რომ ეს რეკომენდაციები იყოს გაცემული, თუ რა ჭირდება ამა თუ იმ ქვეყნის მომხმარებელს და მათი, ასე ვთქვათ, ბიზნეს შესაძლებლობები კიდევ უფრო დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს ნებისმიერი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით. ზოგადად ტურიზმი, რომელიც აერთიანებს ძალიან ბევრ მიმართულებას, თავისთავად, როცა ჩვენ საუბრობთ ტურიზმზე და სტუმართმასპინძლობის სექტორზე, თავისთავად ეს არის კომბინაცია იმ ტურისტული შეთავაზებებისა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ტურისტულ, ასე ვთქვათ, პაკეტს და ტურისტულ პაკეტში მოიაზრება ტურისტული კომპანიების მომსახურება, რომელიც ითვალისწინებს სასტუმროს, გიდის, ტრანსპორტის, ასე ვთქვათ, კომბინირებულ, ასე ვთქვათ, თანხმედრას და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ როგორც სასტუმრო მომსახურების ხარისხი იყოს მაღალი, ასევე გიდის და სატრანსპორტო საშუალებების მაქსიმალური გამართულობა, კვალიფიკაცია იყოს სწორად მიწოდებული და ამაში, ასე ვთქვათ, ძალიან აქტიურად ვართ ჩვენ როგორც ასოციაცია ჩართული, ასევე სახელმწიფოც გარკვეულ, ასე ვთქვათ, საინტერესო ცვლილებებს ახორციელებს იმისთვის, რომ გაიზარდოს გიდის კვალიფიკაცია, მისი სერტიფიცირება, რომ წლიდან წლამდე გაუმჯობესდეს მათი მომსახურების ხარისხი.